ეს ტელეკომპანია იმედის, ანუ იგივე სუსის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული და გავრცელებული ვიდეოა. ვიდეო ასე იწყება. გვაჯერებენ თითქოს გახარია დიმიტრი სამხარაძის დანახვამ ისე გააღიზიანა, რომ ჭიქით სახეში გაუმასპინძლდა. ეს კადრები შერატონის შიდა სივრცეს ასახავს. ამ ვიდეოს გაგრძელება არ აქვს. შიგნით რა მოხდა არ ვიცით. სუსის მიერ იმედისთვის გადაცემული კადრები უკვე გარე პერიმეტრზე გრძელდება, სადაც გახარია წაქცეულია და მასზე თავდასხმა დასრულებული. Ședete, Hago! Șerbe Halilo Batamatije! Ședete! Rochoshi! Halilo Batamat! Rochoshi! Kes logor irchi yar ali. Ali moutana. ეს არც თუ ისე უდეფექტოდ დამონტაჟებული და შეკოწიწებული ვიდეო არაფერს გვასწავლის იმის გარდა, რომ რუსი ივანიშვილის ოცნება ახდა. ჯერ გახარია არ დაუკავებია, მაგრამ მისი არც თუ ისე სახარბიელო ლოგიკით სამაგალითოდ დასაჯა. ამ მუქარას და იმ წყენას, რომელიც ოლიგარქს ექსპრემიერისგან გულში ქონდა ჩარჩენილი, ეს ვიდეო კომენტარი კარგად ასახავს. ამ გარეწარს ამასა რო დგანან და ამის გვერდით რა თქმა უნდა მათ გასამართლება მოუწევს. რა თქმა უნდა ამათ მოუწევს პასუხისგება და კაცი პასუხისგება. მასაც და მისი პარტიის წევრებს უფრო მეტი გაღიზიანება მათს ემაქვს. ისინი ქართული ოცნების წევრები იყვნენ ორალისობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. და დღესო თავს იდებილებენ და იმეორებენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს ერთ-ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ. რა თქმა უნდა ისინი კაცსაჯეს იმსახურებენ და გაცნობთ რომ მიიღებენ კიდე. სინამდვილეში გახარია გუშინ შერატონში სტუმარს ელოდებოდა, როდესაც სამხარაძე მას მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას პასუხი მოყვა ექსპრემიერისგან, რა დროსაც სამხარაძე 9 თანხლებთან ერთად მას მივარდა და ცემა დაუწყო. სამხარაძე ოცნების ზონდერების უფროსია. ის უშვებს ხალხს ძალადობრივ დავალებებზე რეგიონებსა და დედაქალაქში. სამხარაძეს ახლდა გიორგი მანველიძე, რომელიც აჭარის მთავრობის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის რიგით მეხუთე მოადგილეა. არაფრითაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ კოვიდის დროს კანონებს არ ღვევდა. ეს იციან მათი პოლიტიკური გუნდის ყოფილმა და გახარიას გუნდის მოქმედმა წევრებმა. ვიცით მანქანის ნომრები, რა მანქანით იყვნენ აქ მობრძანებულები და ძალიან მარტივია, ამიტომ მე გუშინ პირდაპირ ვრეკავდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორთან, რომელმაც ტელეფონს არ უპასუხა. რატო ვრეკავდი? იმიტომ რომ პროკურატურის საქმეა, პარლამენტის წევრები, არალეგიტიმურის, მაგრამ თავს ხომ მიანიჭეს ეს სტატუსი. ფიგურირებენ. ეს არის პროკურატურის გამოსაძიებელი. მან ტელეფონს არ უპასუხა. დილით ცხადიდან ათელი გახდა, რატო არ უპასუხა? შესაძლოა გადააგდეს საქმე. ყველაფერი რაც გუშინ შერატონში მოხდა, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სამხარაძეს ჰქონდა მოტივი, უნდოდა პროვოკაცია, რომელიც გახარიას შემთხვევაში გამოუვიდა. თუმცა ექსპრემიერამდე სამხარაძემ თანხლებ რაზმთან ერთად ზვიად ქორიძის ცემაც განიზრახა, თუმცა სისრულეში ვერ მოიყვანა. ჟურნალისტს გაურკვეველი საგანის სახეში ესროლეს. მითხრა რომ ეგიცნო ზვიად ქორიძე და დაიწყო გინება ნაციონალური მოძრაობის მიმართ, რაზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონია. წავიდა, აი მივიდა იმ კარებთან, ბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა უკან, მოვიდა და რა თქვი ბიჭო შენ ოცნებაზე, ვისაგინებ შენ? დაიწყო აი ამ სავარძელზე ფეხის შტმა, დაიწყო და უცბად დავინახე რომ ყველა იმ აგიდიდან აიშანენ ადამიანები და ახლობით 10-12 კაცი იქნებოდა. იყო მუქარა, იყო გინება და ამის შემდეგ დაცვამ გამიყვანა რაღაც ნივთი მომარტყეს, რომელიცაც ეს სათვალე გატყდა და აი აქ მაქვს დაზიანება. ჩვენ მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროდან და პროკურატურიდან, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან დასაჯონ ეს კონკრეტული პირები, ბატონი სამხარაძე, ბატონი მანველიძე და ლიპარტელიანი, რომლებაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. იმას, რომ გამოძიებისგან არაფერს უნდა ველოდოთ, ბევრი გარემოება ადასტურებს. ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმიდან 3 საათში გამოჩნდა ადგილზე პოლიცია. პოლიციის მისვლამდე კი მომსახურე პერსონალმა მაგი დაალაგა და დივანიც გაწმინდა. ანუ მტკიცებულებები პოლიციის მისვლამდე განადგურდა და მოსუფთავდა ადგილი, რომელიც დანაშაულის მთავარი წერტილი იყო. ტელეკომპანია იმედის მიერ ვითომ მოპოვებული ექსკლუზივი, რომ ივანიშვილის შოუს ნაწილია. ისიც ადასტურებს, რომ ინციდენტი ისიც ფრაგმენტულად მხოლოდ კართან ჩანს. არადა ყველაფერი სასტუმრო შერატონში, შიდა სივრცეში დაიწყო და გაგრძელდა.
თქვენ იყავით შესული კამერების სანახავად, ხო? ყოფილვარ ჯერჯერობით ველოდებით მენეჯერს და ნახავთ მაგ. მენეჯერი ხო წაიყვანეთ პოლიციაში? ბატონო? მენეჯერი ხო წაიყვანეთ? გამოკითხვაზეა და ვნახავთ. გადაყვანილია უკვე? არა, ჯერჯერობით არა, მაგრამ ველოდებით. სად არის გამოკითხვა? რატომ დაელოდეთ მითკიცებების განადგურებას? მოწმენდას რატომ დაელოდეთ? თვითონ შერატონის დაცვის უფროსი სად არის? შერატონის დაცვის უფროსი სად არის? ვინ წაიყვანა შერატონის დაცვის უფროსი? შერატონის დაცვის უფროსი იყო, რა ვიცი. კომელაურის რეჟიმის სამინისტრომ გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. შაბლონური განცხადებაც გაავრცელა და არც არავინ მოელის, რომ ამ დაწყებულ გამოძიებას რაიმე დასასრული ექნება. რეჟიმი თავის თავს ვერც გაასამართლებს და ვერც ციხეში გაუშვებს. თუმცა პოლიტიკური სპექტრი ივანიშვილის ჯარისკაცებს პირდება, რომ ცვლილებები იქნება და ცვლილებების შემდეგ სამართლიანობაც. ეწოდებული დეპუტატები მოქმედებდნენ როგორც ზონდერება და ზონდერია ის აბა ვინ არის ის ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც აორგანიზებს წლებია მოძალადეობრივ ჯგუფებს, ხო? და ხა ვინ არ გინდა ხა გახარი არის ამ ქვეყანაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მათი ყოფილი გუნდის წევრი. როდესაც ასე იქცევი, შენ ხარ ამ ქვეყნის მომავლის წევრი, რაც უკვე გაცხადებულია. პირველ რიგში აბსოლუტურად დასაგმობი წარმოუდგენელი არის მხარდაჭერა ბატონ ზვიაცაც, გახარიასაც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს ფიზიკური ანგარიშწორება. მეორე ეს არის რაღაც ღიად აღვირახსნილი, ანუ სრული ილუსტრაცია ხო ამ სისტემის კიდევ ერთი, რომ პირდაპირ დადიან და დეპუტატები თუ რაც ქვიათ, არ ვიცი ვინ არის ახლა სამხარაძე, მაგრამ ქართული ოცნების ამ რეჟიმის წარმომადგენლები, პოლიტიკური ფიგურები პირდაპირ გადადიან ცემატყეპაზე. პირველ რიგში სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას, ეს არის სისტემური ძალადობა და ამ ძალადობას აქვს ერთი სახელი, ბიძინა ივანიშვილი, არაფერი სხვა. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, როდესაც ძალადობის მეტი აღარაფერი შერჩენია თვითმარქვია რეჟიმს. ამიტომ ჩვენ ერთიანობა, ერთმანეთის გვერდში დგომა და რაც მთავარია, კოორდინირებული ქმედებები უნდა დაუპირისპიროთ ამას. გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა არის მაგალითი არა მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების და ძალადობის, არამედ ივანიშვილის მხრიდან მცდელობის, რომ ქვეყანა დააბრუნოს 90-იანი წლებისთვის ამახასიათებელი განუკითხაობისკენ. ეს არის დასტური იმის, რომ ჩვენ თუ არ მოვიშორეთ ივანიშვილის რეჟიმი, ის გადაიყოლებს არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც უკვე ჩამონგრეულია, არამედ ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს. აქამდეც როცა ნიღბიანები გვეცმოდნენ თავს პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს, ეს იყო ივანიშვილის ძალადობა, ივანიშვილის მხრიდან დაგეგმილი და ივანიშვილის ხელკეტი იყო, რომელიც ხდებოდა როგორც მედია, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკოსებს. ახლაც იგივეა, უბრალოდ ივანიშვილის ხელკეტად ახლა აღმოჩნდა დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანუელიძე. გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმას სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. პრეზიდენტმა ძალადობა დაგმო და დაშავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება ესა, არავის მიმართ ძალადობა არ შეიძლება, არავის მიმართ ასეთი ცდელობა იმისი, რომ საზოგადოება დააშინო და მოქალაქეები, კერძო მოქალაქეები ასევე დააშინო, ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთოდ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო თანადგომაც იქნება შეტყობინებული, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება რომ ჩვენ დავუშვათ. თავარი ახლა ვიდეო მტკიცებულებაა, ანუ შერატონის კამერებზე ასახული დანაშაული. სასტუმრო მზად არის მასალა პოლიციას გადასცეს. იქ სამხარაძე და მისი რაზმი ჩანს. ჩანს ორივე თავდასხმა და ისიც რომ ორივე შემთხვევაში პროვოცირებას რეჟიმის წევრები ახდენენ.